ამ წუთებში კლუბოტიუმში ქართული სიმღერის კონკურსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ოქროს ტალღაწას 18 ნომინაციაში გაიცემა, მათ შორისაა წლის სიმღერა, რომელზეც ფულადი ჯილდოა დაწესებული. სხვა გამარჯვებულები კი მოქანდაკე ირაკლი ზულადის მიერ დამზადებულ ქანდაკებას მიიღებენ. დაჯილდოების ცერემონიას ჩვენი კორესპონდენტი მარიკა შალიკაშვილი ესწრება, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. მარიკა, გამოავლინეს თუ არა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები უკვე? თამთა საღამოს სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, შესაბამისად მხოლოდ გამოვლინდა 4 ნომინაციაში გამარჯვებულები. ეს არის საუკეთესო დებიუტი ანსამბლი მეტეხი, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი ზურაბ ხაჩიძე, წლის საუკეთესო მომღერალი ქალი ნინა სუბლატი და წლის საუკეთესო დუეტი ანსამბლი ქართული ხმები და ნიაზ დიასამიძე. ამ წუთებში დაჯილდოების ცერემონია გრძელდება, დარჩენილია კიდევ 14 ნომინაცია, რომლის გამარჯვებულებს ჩვენ საღამოს მსვლელობისას გავიგებთ და აღსანიშნავია, რომ მთავარი პრიზი ეს არის ფულადი ჯილდო 5000 ლარი, რომელიც გადაეცემა საუკეთესო სიმღერას. პროექტი ოქროს ტალღა, ეს არის რადიო ჰოლდინგ ფორტუნას ჭეშმარიტად საქველმოქმედო პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუსიკალური ინდუსტრიის განვითარება საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იმისთვის, სადაც არ არსებობს ქვეყანაში ჩარტები, არანაირი რეიტინგები მუსიკალური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ სად ვართ, რა ტენდენციები მკვირდება, რა ახალი მიმდინარეობები. პირველი მათი დაჯილდოება სწორედ პირველ არხთან ერთად მოხდა საახალწლო ეთერში. მინდა წარმატებები ვუსურვო და ვუსურვო ჩვენს მსმენელს, ისევე როგორც რადიო ფორტუნას, ანუ 4-ვე რადიოს. გემოვნებიანი, ფასეული, ღირებული და კარგი სიმღერები და მუსიკალური ნომრები. მომღერლებისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შენი ყოველწლიური რაღაცა შემოქმედებითი რაღაცა პროდუქტიულობის შემაჯამებელია ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, კარგი წახალისებაც არის ეს ყველაფერი და ასევე სტიმულია და მე ვისურვებდი, რომ ეს ენთუზიაზმი უფრო გაღრმავდეს მომღერლებში. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა წელს უკვე მეორედ ატარებს დაჯილდოებას ოქროს ტალღა, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები 18 ნომინაციაში. ერთ-ერთი მათგანი არის განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მუსიკოსმა შეიტანა სფეროს განვითარებაში. მე შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია 4 ნომინანტის ვინაობა, ახლა კი საღამო გრძელდება და სულ ცოტა ხანში ჩვენ უკვე შევითხოვთ მთავარი პრიზის მფლობელს, საუკეთესო სიმღერის ავტორს. მადლობთ მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ქართული სიმღერის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიიდან.